საღამო მშვიდობის, ეს არის ქრონიკა 5 საათზე. ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გიყვებათ. გამოშვებაში ნახავთ. ხადის ხეობაში მოკლულ რაიან ლორა და კეიბლ სმიტებს რამდენიმე წუთში შეერთებულ შტატებში გადაასვენებენ. გლდანის ციხეში კი სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს კითხავენ. მეშახტეების შეხვედრა საქნახშირის მენეჯმენტთან კვლავ უშედეგო დასრულდა. დატოვებს თუ არა თანამდებობას ჯამბულ ჯაყელი. ხადის ხეობაში მოკლულ სმიტებს შეერთებულ შტატებში დაკრძალავენ. გადასვენების პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ადრიანი ექსპერტიზა დასრულდა. 43 წლის რაიან სმიტი, 42 წლის ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი მოკლული 7 ივლისს პოვნეს. ცხადრები უკვე გადაასვენეს აეროპორტში. ნატა მახვილაძე განაგრძობს თემაზე საუბარს. გისმენთ ნატა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში იმყოფებოდა რაიან სმიტის ტყუპისცალი ძმა, თუმცა მოგვიანებით საელჩომ უარყო ეს ინფორმაცია, ვინაიდან ოჯახის მოთხოვნით ამ საქმესთან დაკავშირებით და ზოგადად გადაცვენების პროცესთან დაკავშირებით კონფიდენციალობის დაცვას ითხოვენ. ყველა ხარჯს ფარავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. ერთადერთი რაც ვიცით, ჩემს უკან მდებარე ტერმინალ ლაზარედან მოხდა ცხედრების გამოსვენება და ისინი უკვე გადაასვენეს აეროპორტში და რეისით თბილისი-კიევის მიმართულებით ჯერ მოხდება გვამების ტრანსპორტირება კიევში, ამის შემდეგ უკვე შეერთებულ შტატებში. კონკრეტულად რომელ ქალაქში მოხდება მათი დაკრძალვა, ესეც კონფიდენციალურია. მე კი შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული არის 20 წლის მწყემსი მალხას კობაური, რომელმაც თავდაპირველად ბრალი აღიარა, შემდეგ კი უარყო. მისი დაკითხვა სწორედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს გლდანის მერვე საპყრობილეში, ასევე ელოდებიან საბოლოო დასკვნას, იყო თუ არა ძალადობის კვალი ლორა სმიტის სხეულზე. მე შეგახსენებთ გამოძიების ვერსიას. გამოძიების ვერსიით დადგინდა, რომ ხადის ხეობაში მოხდა შელაპარაკება რაიან სმიტსა და კობაურს შორის. თავდაპირველად კობაურმა რაიან სმიტს ესროლა, ამის შემდეგ უკვე შეშინებული ლორა სმიტი გაიქცა და ის გადაიჩეხა ჩანჩქერში. ამის შემდგომ კი, როგორც გამოძიებამ დაადგინა, კობაურმა ესროლა 4 წლის ბავშვს და ამის შემდეგ გვამები გადამალა. ძიების პროცესი მიმდინარეობს ასევე სასამართლო პროცესი. მე შეგახსენებთ, რომ კობაურმა თავდაპირველად აღიარა დანაშაული, თუმცა სასამართლო პროცესზე სხვა ვერსია თქვა. მადლობა, ეს ნატა მახვილაძე იყო. უკვე 4 საათია სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულს საპატიმროში კითხავენ, როგორც მერვე დაწესებულებაში შესვლამდე მალხას კობაურის ადვოკატმა განაცხადა, ის გამოძიებას ახალ ინფორმაციას მიაწვდის. ნათია სონღულაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს. ნათია, თქვა თუ არა კობაურის ინტერესების დამცველმა კონკრეტულად რა ინფორმაციას მიაწვდის ის სამართალდამცველებს? ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული კობაური მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, როგორც დავით გირგულიანი აცხადებს, კობაური დღეს დეტალურად დაახასიათებს იმ ადამიანებს, ვინც რეალურად ჩაიდინეს მკვლელობა, ასევე უფლებადამცველი ამბობს, რომ შესაძლებელი გახდება დაკითხვის შემდეგ ფოტორობოტის შექმნაც. გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გლდანის ციხეში გაიმართება შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, ასევე უფლებადამცველი დავით გირგულიანი რამდენიმე დღეში მიმართავს ამერიკის საელჩოს ოფიციალურად, რათა შედგეს შეხვედრა და გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთოს. ჩვენ მივცემთ სრულ ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები ხადის ხეობაში, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ განვითარდა მოვლენები და შესაბამისად, ჩემი დაცვაში ყოფილი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან იმ მხრივ, რომ მან როგორც მოწმემ და არაბრალდებულმა რაც დაინახა, ყველაფერი გადასცეს საგამოძიებო ორგანოს. ეს ადამიანი არ არის წინააღმდეგი, რომ შექმნას ფოტორობოტი, იმიტომ რომ მისი მხრიდან ჩემთვის ნათქვამი იმ აღწერილობებიდან გამომდინარე, როგორც მან ეს ორი ადამიანი აღწერა, სრულიად შესაძლებელი არის გარკვეულწილად ფოტორობოტის შექმნაც კი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური გარეგნული მახასიათებლების შესაძლებელი ვერაფერს ვერ გეტყვით, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ წუთებშიც გრძელდება დაკითხვა გლდანის ციხეში, სმიტების საქმეზე გრძელდება გამოძიება და ბრალდებულის წინა სასამართლო პროცესი ჩანიშნული არის 4 სექტემბერს. მადლობა, ნათია სონღულაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
ხოროვას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვნის შესახებ 51 სკოლაში პირველ კომენტარს აკეთებენ დირექტორის მოადგილე 1 დეკემბრის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ტრაგედიის ადგილის მიმდებარედ მან სწორედ დაკავებული არასრულწლოვანი საეჭვო მდგომარეობაში ნახა. მარიამ ქართველიშვილი მუშაობს თემაზე და მისგან მოვისმენთ სხვა დეტალებს. გისმენთ მარიამ. დიახ, 51 სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათთვის განსაკუთრებით მოულოდნელი იყო არასრულწლოვანის დაკავების ფაქტი, როგორც დირექტორის მოადგილე ჩვენთან საუბარში აცხადებს, დაკავებული არასრულწლოვანი მან უშუალოდ მაშინ ნახა პირველად ხოროვას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის პერიოდში, როდესაც ის ადიოდა ინციდენტის ადგილას და ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით ჩაიარა სწორედ დაკავებულმა არასრულწლოვანმა და როგორც თინათი ყენია ჩვენთან საუბარში აცხადებს, არასრულწლოვანს სახეზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა. ასევე დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები, აქტიურად საუბრობდნენ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოსწავლებთან იმაზე, რომ გამოძიებასთან მათ ეთანამშრომლად და აცხადებს, რომ ამის მიუხედავად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნების დაკავება კვლავ გრძელდება. იქიდან რომ გავიქეცი სკოლიდან კატიშვილის ქუჩას ამყევი, ცირბილით მივდიოდი და დღმ გადამირბინა აღნიშნე კიდევაც და იცით რა რაღაც ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ რატო არ გავეკიდე თქვათ დღს და არ მაგრამ უფრო საზარელის მოლოდინში ვიყავი, რაც იყო მოსალოდნელი და ამიტომ არ გავყევი დღს, რომელიც ის რა გარბოდა, ანუ გაქცევის საშუალება ჰქონდა, იყო საღი, უბრალოდ იყო იმ მდგომარეობაში, რომ გაქცევა შეეძლო, სიარული შეეძლო და ამიტომ დასაცმელი არა სახეზე ჰქონდა, სისხლის ვაკა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, თვითონ რაც მოხდა, იმიტომ რომ არც ერთი წუთი არ დაგვიშვია ის, რომ ბავშვები არ ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან. როგორც ცნობილია, დაკავებულ არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყება ბრალი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ წარუდგინა და ბრალის ფორმულირებაა ცრუ ჩვენების მიცემა. ასევე ცნობილია, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი ნაწილობრივ აღიარებს მხოლოდ ბრალს. ის აცხადებს, რომ გარდაცვლილი მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძემ უშუალოდ სთხოვა, რომ მათი შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროვებულიყო და სწორედ როგორც დაკავებული მის უფლებადამცველებს უყვება, სწორედ ამის გამო დამალა მან ზაზა სარალიძესთან შეხვედრის ფაქტი. ასევე ცნობილია, რომ არ აღიარებს სასამართლოს წინაშე ცრუ ჩვენების მიცემის ეპიზოდში არ აღიარებს სწორედ ამ ნაწილში ბრალს. თავად უფლებადამცველები კი საუბრობენ, რომ სასამართლოს წინაშე ცრუ ჩვენების მიცემის ეპიზოდში მტკიცებულებები საკმარისი არ არის და ცნობილია, რომ დღეს სავარაუდოდ ჩაინიშნება აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა და ამის შემდეგ გადაწყდება დაკავებულ დღს დატოვებს თუ არა მოსამართლე პატიმრობაში. მე გეტყვით, რომ ამ საქმეში დაკავებულია მოწმეზე ზემოქმედების ეპიზოდთან დაკავშირებით დაკავებულია მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე. მათ საგამოძიებო კომისიის წევრები უშუალოდ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში დაკითხავენ და სწორედ ამის შემდეგ ახდება ამ საქმის ფარგლებში კიდევ დამატებითი დეტალები ცნობილი. ასევე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სწორედ დღეს გაიმართება დაკავებულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს სახელმწიფო ბრალდება. მადლობა, მარიამ ქართველიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ხოროვას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დღეს წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატი გოჩა კვარაცხელი ამბობს, რომ ბრალდებული მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო. და არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესთან გამომდინარე, არ აღიარებს ბრალს ამბობდა. რაც აცხადებს ბრალთან დაკავშირებით, ის არ აღიარებს. შესაძლებელია, რომ ვერაფერს სარალიძეს საუბრობს, ვერა პოზიცია გაქვს. სასამართლოში მან შეცვალა გამოძიებაში მიცემული. სარალიძეს შეხვდა.
შემდეგში ვილაპარაკებთ? იყო თუ არა, შედგა თუ არა ეს შეხვედრა? ბრალთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ის ბრალთან მიმართებაში ერთ ნაწილში თავს ცნობს დამნაშავედ. დიულის უფლება არ გამოყენებია. კონკრეტულად რაში ცნობს? კონკრეტულად რაც თქვენს რაც გეხებათ, ეგ არის ზაზა სარალიძის ნაწილში განაცხადა კი ნამდვილად შედგა საუბარი. მათ შორის და სასამართლოს ამასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. რატომ დამალა? და თვითონ ეს მისი თქმით გააკეთა თვითონ ზაზას თხოვნით, თვითონ ზაზა სარალიძეს თხოვნით და რაც შეეხება მაგ საუბარში ესეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ ყოფილა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს რამეში ხელი შეშლილს. პირადად ზაზა სარალიძემ თხოვა, რომ დაემალა მასთან შეხვედრის ფაქტი? ნუ ახლა ამ საუბარს ასე ნუ იტყვით და ეგეთი ფაქტით იყო ნათქვამი, რომ ისევე თხოვნით, რომ ჩვენი შეხვედრის ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და ნუ იტყვიო და აქედან გამომდინარე, მასაც ისეთი რამ არ უთქვია, რომ ან გამოძიებას შეშლოდა ხელი. არაფერი ისეთი მსგავსი არ ყოფილა, რომელიც იმ დანაშაულზე მიუთითებდეს, რომელიც არსებითად შეცვლიდა შედეგს. სარალიძეს და მათ შორის საუბრის შესახებ თქვა, თუმცა რაზე ისაუბრეს, ამაზე არ თქვა, სარალიძესავით თხოვნით. კონფლიქტის ინიციატორი იყო ეს პიროვნება და მისი მეგობარი, ანუ ორივე ჩემი შვილის მეგობრები არიან. ტუალეტის ინციდენტში ესენი მონაწილეობდნენ. მათ გამო დაიწყო თავდაპირველად ეს ჭუბი და მათ გამო მოყვა ეს შედეგი, რა შედეგიც ადგა. წინა საგამოძიებო ქმედებებიდან იკვეთება რაღაც დანაშაულები წვლილები ამ პიროვნების მიმართ, შესაძლებელია დაჭრის ფაქტთან დაკავშირებითაც გამოიკვეთოს მისი ბრალეულობა. გალანდიას პირდაპირ შემეძლია ვთქვა, რომ ეს დაჭრის ფაქტში მიღებული აქვს მონაწილეობა. აბსოლუტურად ყველა იქ ინციდენტში მონაწილე პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, თუ ვის რა ბრალეულობა მიუძღვის, არა მარტო მონაწილე პირების, არამედ თვითმხილველები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან გამოძიებას. იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს ნებისმიერი პირი, მათ შორის ყოფილი მინისტრები. ასეთია პროკურატურის პოზიცია ქუმსიშვილი ალავიძის საქმეზე. ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში პირველი ვრცელი კომენტარი გააკეთეს პროკურორ კოკა კაციტაძის ინფორმაციით. საქმე, რომლის ფარგლებში ყოფილი ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დაკითხეს, შესყიდვებს და სახელმწიფო სახსრების მითვისება გაფლანგვას ეხება. მისივე ცნობით გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ უწყებების სხვა თანამშრომლები. და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ეკონომიკისა და კრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი კუმსიშვილი. ამ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება გაფლანგვის ფაქტები. ასევე გამოკითხვაზე იმყოფებოდა მეორე მინისტრი ზურაბ ალავიძე და ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა ამ სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან. ამ საქმის ფარგლებში, რომელზედაც ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, გამოიკითხა და გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ ქმედებებთან მიმართებით. ხომ არ არის დაბარებული რომელიმე ყოფილი მინისტრი უახლოეს მომავალში კიდე გამოკითხვა? მე არ შემიძლია ვისაუბრო იმ საგამოძიებო გეგმის შესახებ, რომელიც გააჩნია პროკურატურას და შესაბამისად კონკრეტულ სახელების და გვარების დასახელებას მოვერიდები თუ რომელი მოწმის დაბარება მოხდება პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ანუ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა გამოიკვეთოს რომელიმე ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ სისხლის სამართლის. დადგება ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება ამ გამოძიების პერიოდში, გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა თუ რა თანამდებობა ეკავა მას და რა სტატუსი გააჩნია. დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილის პასუხსელოდება 1 აგვისტომდე გაირკვევა, შედგება თუ არა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკური ერთობა. მხარებს შორის კონსულტაციები უკვე გაიმართა, პრეზიდენტი ჯერ კიდევ ფიქრობს, დავით უსუფაშვილი კი ოპტიმისტურად არის განწყობილი. შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დროის მონაცემებით დავით უსუფაშვილია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილზეა დამოკიდებული. შედგა გიორგის ამ პირველი საუბარი, ამ საუბრის შემდეგ მე ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი მის თაობაზე, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე ისეთი გუნდის შემოყვანას, რომელიც ჭირდება საქართველოს. თუმცა გიორგის ჭირდება კიდევ გარკვეული დრო, ის არის აქტიური განსჯის ფაზაში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ღია მიმართვაში, რაც 10 დღის წინ გამოვაქვეყნე, დასმული აქცენტები სწორია, მას ეთანხმება.
მაგრამ თავად საკუთარ როლს როდის და როგორ დაინახავს ამ საქმეში, ამის თაობაზე ის განსჯის ეტაპზეა. მომავალი კვირის განმავლობაში ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მე და ჩემი კოლეგები ყველა შემთხვევაში ვაგრძელებთ შრომას და ბრძოლას. მე მზად ვარ ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი. თუ გიორგი იქნება ამ პროცესში ჩართული, მზად ვარ განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც კანდიდატურის თუ როლების. თუ იქნება გიორგი, ეს იქნება გაცილებით უკეთესი პროექტი. თუ გიორგი რაიმე მიზეზის გამო გადაწყვეტს, რომ ვერ და არ მონაწილეობს ამ პროცესში, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს და მე მგონი წარმატებით შევძლებთ ამოცანის შესრულებას. საპრეზიდენტო არჩევნები ცალკე იზოლირებულად აღებული ვერ პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს. საჭიროა საპარლამენტო არჩევნებისში წარმატების მომპოვებელი გუნდის შექმნა. აი ამ საკითხში ჩვენ თავხდებით. ერთად საქმის კეთებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თავისუფალი პატრიოტების პოლიტიკური გუნდის გამოყვანას. ანუ პატრიოტულ ქართულ ეროვნულ საფუძველზე მყარად მდგომი და ევროპული დასავლური არჩევანის მყარად გამზიარებელი ადამიანების ერთობა. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ჭირდება მრავალპარტიულობა, მრავალი ფლანგის გამაგრება. სამწუხაროდ ახლა გამაგრებულია ბევრი სხვა ფლანგი და სწორედ ეს ფლანგია პოლიტიკურ სპექტრში რაღაცა დანაწევრებული ბევრი ადამიანის ხელში, რომლებიც ერთმანეთთან როგორც წესი ვერ ახერხებენ თანამშრომლობას. საჭიროა კონსოლიდაცია ამ ფლანგის. აი ამ საქმეში ერთად საქმის კეთებას ვთავაზობ მე გიორგის. გიორგი კვირიკაშვილი დღიდან ჩემთან ნაცნობებისა ყოველთვის იყო საინტერესო ადამიანი ჩემთვის სხვადასხვა ფორმით. მე არ ვიცი ხვალდაზე ის რას აპირებს და აქედანაა გამომდინარე საინტერესო იქნება თუ არ იქნება. მხარებს შორის კონსულტაციებსა და მათ პოლიტიკურ პერსპექტივებს პარლამენტში აფასებენ დეპუტატები დაბალ შანსებზე საუბრობენ. მართულ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მათი კანდიდატი უკონკურენტო იქნება. მე ჯერჯერობით პოლიტიკურად ქართულ ოცნების ალტერნატივას ვერ ხედავ და შესაბამისად საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ აქვს საუბარი ახაც ჩემი ქართულ ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს. ხოლო რაც შეეხება ზოგადად ალიანსის შექმნას, რაც უფრო ნათქვამი მაქვს, რაც უფრო დიდი პოლიტიკური კონკურენცია იქნება, მით უკეთესი არის სახელმწიფო. გამარჯვების შანსებზე მე ნამდვილად არ ვლაპარაკობ, არა ვარ წინასწარმეტყველი, არა ვარ პოლიტოლოგი, რაღაცა ანალიტიკოსი, გამარჯვების შანსები არის პოლიტიკური რეალობა და მოცემულობა და ვნახოთ როგორ განვითარდება. მე ვფიქრობ, რომ სერიოზულ კონკურენციას ვერ გაწევენ სუპერშოუს თან დიდხანს ჩვენ მუშაობდით და მე პატივს ვემას როგორც პროფესიონალს შემდეგ რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია რომ დღევანდელ ვითარებაში ამ ალიანსმა რამე სერიოზულ შედეგებს მიაღწიოს. მას შემდეგ რაც დავით უსუბაშვილი გამოიყო რესპუბლიკურ პარტიას, ჩემი პირადი დაკვირვებით მთელი მისი ოცნება იყო ქართულ ოცნებაში პრობლემების წარმოქმნა, რომ კვლავ დაეძახა მისთვის ბიზნა ივანიშვილს. ოცნებაში არის დიდი პრობლემა, მაგრამ ივანიშვილი რატომღაც არ უძახის. ამიტომ მისი ალიანსი მარგველაშვილთან იქნებოდა ძალიან უცნაური, მაგრამ არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე მოულოდნელი და მე არ ამგონია რომ ეს რაიმე განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყოს. სურვილი შემთხვევაში დავით ჭეჭინაძე შეუძლია პოლიტსაბჭოს მიმართოს და პარტიიდან მისი გარიცხვის შესახებ სამდივნოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ჭეჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება ცნობილი იყო პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის. უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ დავით ჭეჭინაძეს პარტიის შემდეგ ფრაქცია ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობაც დაატოვებინონ. დავით ჭეჭინაძე ქართული ოცნებიდან თანაგუნდელების შეურაცხყოფის მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევის და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენების მოტივით 18 ივლისს გარიცხეს. მაშინ, როდესაც გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონაცვალ შეხვედრის შესახებ, არ მგონია რომ მთავარი თემა უნდა იყოს ქვეყანაში ჭეჭინაძის გარიცხვა არ გარიცხვის საკითხი. მიიღო სამდივნო გადაწყვეტილება, რაც შეუძლია მას გაასაჩივროს პოლიტსაბჭოს ფორმატში და დეტალურად გაიგებს ეს ადამიანი, ვინ არის მომხრე პოლიტსაბჭოს წარმომადგენლებიდან მისი გარიცხვის და ვინ არის მოწინააღმდეგე. მათ შორის გაიგებს თუ მას აინტერესებს
პარტიის თავმჯდომარის პოზიციასაც. დავით ჭიჭინაძე ბუნებრივია არჩება პარლამენტის წევრად, მე არ ვიცი თავს სად მოიაზრებს მომავალში დამოუკიდებელ კანდიდატად თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ეს მისი გადასაწყვეტი არის. მარტივად არ ხდება ხოლმე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ამ ყველაფერს წინუსწრებდა თვეების განმავლობაში სრულიად მიუღებელი შეურაცხყოფელი განცხადებები კოლეგების მიმართ. მე მგონი რომ ბატონი დავითი უკვე კარგახანია თავს ვერ ხედავდა ამ უმრავლესობაში და პარტიაში. უფრო სწორი იქნებოდა ალბათ რომ მას თვითონ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ ვინაიდან ეს არ მიიღო, უკვე პარტიამ მიიღო მის ნაცვლად. პრიან იქნება უმრავლესობის მონაწილეობა მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში. ამიტომ ფორმა ყველა შემთხვევაში არასწორია. თუ ბატონ დავითს რაიმე ეშლებოდა განსხვავებულები, მეც ვქონდა თოსთან განსხვავებული პოზიციები და ვიკამათე ერთმანეთთან და ვერ ვხედავ ამაში ვერანაირ პრობლემას, რომ მიუხედავად ამისა ვიყო მისი მეგობარი, თანამოაზრე, თანამებრძოლი და ბევრ საკითხში საერთო პოზიციაც ვქონდეს რა. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით მის პოზიციას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ მე მქონდა ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას ვაფიქსირებდი ყველგან. და ვერ ვხედავ ამაში ვერანაირ პრობლემას. დავით ჭიჭინაძის შემართების ინტელექტის და პრინციპების, ესე იგი, აი ამ თვისებების მქონე ადამიანი ყოველთვის კარგია გუნდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვა საკითხი დავაყენოთ ისე, რომ დავით ჭიჭინაძე თქვა ჩვენთან გადმოვიყვანოთ, ან ჩვენ ფრაქციაში გადმოვიყვანოთ, ან ჩვენი პარტიის წევრი გახდეს. არაფერი შეთავაზება არ ყოფილა, არც ვფიქრობთ ამ შეთავაზებაზე ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს თვითონ ქართულ ოცნებაში უნდა გაირკვეს, რამდენად მართებული იყო ზოგადად დავით ჭიჭინაძის ესე იგი გარიცხვა პარტიიდან. სრუჩვენებისთვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, ასევე დანაშაულის დაფარვისთვის სასჯელი გამკაცრდა. პარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეგულაციები უკვე გამოქვეყნდა და ძალაში 2 კვირაში გაიზარდა პატიმრობის ვადები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილების მიზეზად პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ გარკვეულწილად ცვლილებების მომზადების მიზეზი ხოროვას ქუჩის საქმეც გახდა. პატიმრობის ვადის გარდა ცვლილებით მოხდა დანაშაულის დაფარვა შეუტყობინებლობისათვის რეგულაციების დიფერენცირებაც. თემაზე საუბარს განვაგრძობთ უკვე სტუმართან ერთად. ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს დაფარავს პირი თუ არა ერთი და იგივე სასჯელი ეკისრება, ანუ ფაქტიურად დანაშაულის სიმძიმის მიხედვით სანქციები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. აღნიშნული ცვლილების შემდეგ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობისთვის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა იქნება გამოყენებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. სტუმარი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უპასუხობს ქრონიკის კითხვებს. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ უკვე განვაცანით მაყურებელს ინფორმაცია, რომ კაცრდება სასჯელი დანაშაულის დაფარვაზე, სრუჩვენებაზე და კიდევ სხვა მსგავს დანაშაულებებზე. რამდენად მძიმე არის პრაქტიკა ამ მიმართულებით, ჩვენ უკვე ხორავას საქმე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები კარგად ვიცით. მასშტაბურია რეალურად ეს პრობლემა. მოგესალმებით თქვენ და მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება ამ ცვლილებას, მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემის ირგვლივ შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, იმიტომ რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი ცვლილებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და ძალაში შევა 2 კვირაში, იცვლება პასუხისმგებლობის სიმძიმე, ანუ სასჯელი იზრდება დანაშაულის დაფარვის ან შეუტყობინებლობის, ასევე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევების გამო. და კარგია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რატომ და როგორ იცვლება ეს კანონი. რამ განაპირობა? განაპირობა იმან, რომ პრაქტიკაში სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევებში, ასევე დაფარვის ან დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევები არის საკმაოდ ხშირი და ამ კონკრეტულმა შემთხვევამაც ეს არის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც თქვენ ახსენეთ, თუმცა არის სხვა საქმეები, რომელიც აქვს გამოძიება, სადაც პრობლემაა რეალურად, როდესაც ჩვენებას არ იძლევიან პირები ან ხდება შეუტყობინებლობა დანაშაულის და ის არსებული პრაქტიკა, რომლითაც არ იმიჯნებოდა ეს ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე, ამის მიუხედავად ერთნაირი სასჯელი იყო, პრაქტიკაში ეს ბევრ სირთულეს ქმნიდა. ამიტომ ამ ცვლილებით გაიზარდა პასუხისმგებლობა იმ მხრივ, რომ პირველ რიგში დიფერენციაცია ხდება და უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ დანაშაულის
დაფარვა ან შეუტყობინებლობა განსაკუთრებით ამ მძიმე დანაშაულისთვის სანქციის სახით იზრდება და ეს იქნება მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადატანილი, შესაბამისად მისი სასჯელი უფრო მაღალია და ეს არის ერთგვარი პრევენცია იმისა, რომ თუ კი ჩვენი მოქალაქეები ინფორმაციას ფლობენ, რომ მზადდება რაიმე დანაშაული, ან შეესწრება ადამიანი და მოქალაქე დანაშაულის ფაქტს, მისი ვალდებულებაა, კანონით დაკისრებული ვალდებულებაა, რომ ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს. გამოტანეკა, რა ხდება არასრულწლოვნების შემთხვევაში ეს არის საინტერესო, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი სწორედ ხორავას ქუჩის საქმე გახდა. კი, ნამდვილად ესე იყო, ეს ერთ-ერთი საქმე იყო, რომელმაც გარკვეული ინდიკატორის როლი შეასრულა ამ ცვლილებების მომზადების პროცესში და ერთ-ერთი დიდი დილემა, რის გამოც გამოძიება საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობდა, იყო სწორედ ის, რომ არ თანამშრომლობდნენ პირები და მათ შორის ბევრი იყო არასრულწლოვანი გამოძიებასთან. ამ მხრივ ეხა მიღებული კანონი ბუნებრივია ვერ გავრცელდება წინა შემთხვევებზე, ანუ მას უკუქმედებითი ძალა არ იქნება, რადგან პასუხისმგებლობა დამძიმდა სასჯელის სახით, მაგრამ ამ ცვლილებას პრევენციის ძალა უნდა კონდეს ყველა შემდგომი შემთხვევისთვის. ბოლო სტატისტიკას რო გადავხედოთ, ბოლო 6 თვის განმავლობაში 24 პირია ასეთი მუხლებით პასუხისმგებაში მიცემული, რაც იმაზე მეტია თითქმის ვიდრე ეს იყო გასული 2017 წლის მთელი წლის განმავლობაში. რამდენი პირობა ამ სტატისტიკის გაზრდა რეალურად? არის ეს. ზოგადად ტენდენცია არის, რომ არ არის მაინც და მაინც ესეთი მაღალი სამართლებრივი და სამოქალაქო კულტურა ჩვენ საზოგადოებაში, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა ხდებოდეს, ჩვენების მიცემა ხდებოდეს, ან წინასწარ ინფორმირება ხდებოდეს გამოძიებისთვის, თუ კი ასეთ ინფორმაციას ფლობს მოქალაქე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი წესრიგისთვის, უსაფრთხოებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ვცხოვრობდეთ დაცულ გარემოში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების სამართლებრივ ცნობიერებას და ამ ცნობიერების ამაღლებას. ამიტომ ეს სამართლებრივი და სამოქალაქო კულტურის ნაწილია და მე იმედი მაქვს, რომ გამკაცრება, რომელიც ჩვენი თვითმიზანი არ არის და ყოველთვის ფრთხილად უყურებთ ხოლმე ჩვენ სასჯელის გამკაცრების საკითხს, მაგრამ თუ მას უნდა კონდეს პრევენციის სახე, მოქალაქეთათვის დაცვის მიზნით, მათი უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ის შემაკავებელი ფაქტორი, რომ თუ კი რამე იცის მოქალაქემ და ეს ინფორმაცია გააჩნია, მან უნდა მიაწოდოს გამოძიებას, ეს ემსახურება საჯარო ინტერესს, ემსახურება დანაშაულის გახსნას და საბოლოო ჯამში დანაშაულთან ბრძოლას, აი ეს სამართლებრივი კულტურა საჭიროა აბსოლუტურად ყველა ჩვენი მოქალაქისთვის და საერთოდ სამოქალაქო თანაცხოვრებისთვის. ამიტომ მგონია, რომ ამ ცვლილებების შესახებ უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა სამწუხაროდ იმ საქმეზე, ხორავას ქუჩაზე მომხდა ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომ ყველას მიეცა ჩვენება, ვინც კი ამ ინფორმაციის მატარებელი იყო, მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა გამოძიებისთვის მუშაობა. თუმცა მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება, რაც კი შესაძლებელია. თქვენ ამბობთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება, გამოასწორებს სიტუაციას სასჯელების, მაქსიმალური სასჯელების თითო წლით გაზრდა. კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადადგა სახელმწიფომ, რომ ებრძოლოთ ისეთ ქმედებას, როგორიცაა დანაშაულის დაფარვა თუ ცრუჩვენება? დაფარვა 1-დან 3 წლამდე იჯება, შეუტყობინებლობა 2-დან 4 წლამდე, შემდეგ უკვე ხდება დიფერენცირება სასჯელის. რატომ კეთდება ეს? ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათ თავად ეკისრებათ პასუხისმგებლობა და საკმაოდ მაღალი ეს პასუხისმგებლობა, თუ კი ხდება ან დაფარვა დანაშაულის, ანუ ხელშეწყობა, ან შეუტყობინებლობა, ანუ იცი რომ ჩადენილია მზადდება დანაშაული. ეს ზოგადად პრობლემა არა მხოლოდ კანონის გამკაცრება იქნება საკმარისი. აი ინფორმირებულობა, პოპულარიზება იმისი და სამოქალაქო კულტურის გაძლიერების კუთხით რაღაც ერთგვარი სოციალური კამპანიებიც არის საჭირო, რომ გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ის რომ პრობლემა არის და ეს პრობლემა მაგალითად სხვას ეხება და თუ ვხედავ, რომ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს რაღაცა სამართლებრივი პრობლემა, ან გავიგე, რომ დანაშაული შეიძლება იყოს ჩადენილი, კი არ უნდა დავმალო ეს და კი არ უნდა შევინახო ეს, ამით არ
გამეხმარები არ არის, არამედ უნდა შეუწყო ხელი იმას, რომ საჯარო წესრიგი და ზოგადად უსაფრთხოება იყოს დაცული. ამიტომ მე მგონია, რომ სამართლებრივი შემეცნების და კულტურის და ასევე საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კანონმდებლები, რასაც ვაკეთებთ, სწორად მივაწოდოთ და პრაქტიკაში დავაკვირდეთ ამ ცვლილებებს, როგორ იმუშავებს. მე იმედი მაქვს, რომ მას ექნება პრევენციული და შემაკავებელი დატვირთვა და ხასიათი. მადლობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხობდა ქრონიკის კითხვებს, სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. უშედეგო დასრულდა მინდელის შახტის გენერალური დირექტორის და მეშახტაების შეხვედრა მოლაპარაკებების დროს შახტში დასაქმებულებმა ჯამბულ ჯაყელს თანამდებობისგან წასვლისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს, მათ ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს. ანუკი გუმბერიძე მუშაობს ტყიბულში და მისგან გავიგებთ მეტ ინფორმაციას. ანუკი, რასაც ხადებენ მეშახტაები, როგორი იქნება უარზე მათი შემხვედრი ნაბიჯი? დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საკნახშირის დირექტორსა და მეშახტეებს შორის შეხვედრა და როგორც დასაქმებულები ამ აუდიენციის დასრულების შემდეგ აცხადებენ, ეს შეხვედრა იყო უშედეგო, რადგან საკნახშირის დირექტორი აცხადებს, რომ ის მზად არის გარკვეული ცვლილებები გაატაროს მენეჯმენტში, საკადრო ცვლილებები, თუმცა ის თავად არ აპირებს თანამდებობის დატოვებას. ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია თუ რას აპირებს ჯამბულად ჯაყელი, რადგან ის დღეს მედიასთან არ გამოჩენილა და არც ქრონიკის სატელეფონო ზარებს პასუხობს. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ მეშახტეების პოზიცია და მომავალი გეგმები. ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, თუმცა აიღეს ორდღიანი შესვენება, რადგან აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულ მეშახტეებს დაკრძალავენ, ამის შემდეგ ისინი ორშაბათს ისევ შეიკრიბებიან, აქციას გამართავენ და მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ითხოვენ საკნახშირის ადმინისტრაციის სრულ ცვლილებას და ასევე აინტერესებთ ხელფასების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიიღეს დირექტორისგან დაპირება, რომ ამ თვის ხელფასი ჩაერიცხებათ, მათ აინტერესებს მომავალი ბედით და ამიტომ მათ პროფკავშირების მეშვეობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ გაფორმდეს მხარებს შორის ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება გარანტია იმისა, რომ მთელი ამ საგამოძიებო მოქმედებების პერიოდში მათ ხელფასი დაერიცხებათ. მითხრა ის აზრი, რომ დაითხოვდა ის ინჟინერ პერსონალს, რომელიც არის აბსოლუტურად საკნახშირში წარმოდგენილი, მაგრამ ვერ შეელეოდა მის მოადგილეს ბატონ გია კარქაშაძეს და კადრსაც თვითონ შეარჩევდა ამ ინჟინერ პერსონალის მაგივრად. მაგრამ ჩვენი მეშახტეები, როგორც მე მათ შორის ვართ კატეგორიული წინააღმდეგი ამ ფაქტის. ორშაბათიდან გაგრძელდება ჩვეულებრივად აქციებით, მაგ ამის დიდი იმედი. ერთი თვის ხელფასი აუცილებლად იქნება გაცემული. შეგვიძლია ჩვენ გენერალური დირექტორი, რომ იქნება ხელფასი ასეთი, მაგრამ გარანტია გვჭირდება ოფიციალური დამტკიცებული დასაფუთებული, ბეჭედ დარტყმული. რომ აუცილებლად თუ ვერ გადაწყდა ამ ორ თვეში განმავლობაში ჩვენი ბედიღბალი, რომ ხელფასი იქნეს გაცემული სრულად ყველა მეშახტეს. ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ქუთაისის სამხარეო პოლიციაში. ამჯერად იკითხებიან მინდელის შახტში მომუშავე სამთო სპეციალისტები და როგორც ორმა მათგანმა უკვე დატოვა საგამოძიებო ორგანო და როგორც ისინი აცხადებენ, გამომძიებდებს ძირითადად აინტერესებთ თუ რას საქმიანობენ ისინი ამ შახტში და იყვნენ თუ არა შემთხვევის ღამეს მინდელის შახტში. უსაფრთხოების წესები დაცული ამ შემთხვევის დროს. ალბათ არ იყო რაღაც ამფეთქებელები. დიახ, რა კითხები და ინფორმაცია გაქვთ, იყო თქო რომ უსაფრთხოების წესები დაცული. ზუსტად ვერ გეტყვი, გამოძიება მიმდინარეობს ზუსტად ვერ გეტყვი. ადამიანები როგორ პირობებში მუშაობდა რა როგორ ვასრულებთ ჩვენ აფეთქებას ამასთან დაკავშირებით. საკნახშირის დირექტორი ამბობს, რომ ადგილიდან არ მოხდა დროულად ადამიანების გაყვანა სათანადო მანძილზე. ადასტურებთ ამ ინფორმაციას. მაგას ვერ გეტყვი, ვერ დავადასტურებ და ვერც უარ. როგორ აფეთქებდით? რამდენ მეტრაში გამოდიხართ? თუ იყო გაზი, არ იყო და ამისთან. რამდენ მეტრში გამოხვედით? არ ვიყავ შემთხვევაში. აი დირექტორმა განაცხადა, რომ არ იყო სათანადო ტერიტორიაზე მოშორებული თანამშრომლები და იყო თუ არა ეს ასე? არ ვიცი, ვერ ვიყავ მაგას. რამდენი მეტრით უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები მოშორებული აფეთქებისას? ალბათ თავის ადგილი აქვს, კვეშლაკს უძახიან და სკატს უძახიან და უნდა ყოფილიყო. ორი მინდელის შახტის სპეციალისტი ამ დრომდე პასუხობს სამართალდამცველების შეკითხვებს და სწორედ სამართალდამცველებმა უნდა გასცენ მთავარ კითხვას პასუხი თუ რა გახდა 16 ივლისის გამთენიისას მინდელის შახტში უბედური შემთხვევის მიზეზი.
მადლობა ტყიბულიდან საუბრობდა ანუკე გუმბერიძე. რაც შეეხება 16 ივლისის ტრაგედიის დროს დაშავებულების მდგომარეობას, ამ დროს მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 2 მათგანი განაგრძობს. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. სხვა მეშახტეები კლინიკებიდან უკვე გაწერეს, სულ ტყიბულში 16 ივლისს 6 ადამიანი დაშავდა. არ იყო შესაბამისი წესები დარღვევით მოხდა. 2 მაღაროელი დღეს გაეწერა კლინიკიდან. 2 მაღაროელი რჩება დამწყრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. გაწერილი პაციენტებიდან ერთი მკურნალობდა ნევროლოგიურ დეპარტამენტში ტვინის შერყევის დიაგნოზით, ხოლო მეორე პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში სხეულის მრავლობითი ტრაუმული დაზიანებით. გაწერილი პაციენტების მდგომარეობა ორივეს იყო გაწერისას დამაკმაყოფილებელი. შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი გუდაურში გასვლით სხდომას მართავს, მონაწილეები საუბრობენ კანონში შესატან ცვლილებებზე. უფრო კონკრეტულად კი სანქციების გამკაცრებაზე, შესამოწმებელი დაწესებულებების რაოდენობის გაზრდასა და ინსპექტორის ფუნქციების გაფართოებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ის ცვლილებები, რომელიც უკვე დამტკიცებულია და 1 აგვისტოდან ძალაში შევა, საკმარისი არ არის. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება ძლიერი შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი თანამედროვე შესაძლებლობებით და იმ უფლებამოსილებებით, რომ მას შეეძლოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საწარმოში განსაკუთრებით ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი საწარმოების კუთხით იქ შევიდეს და შესაბამისად ინსპექტირება განახორციელოს. ეს დაიცავს ადამიანების სიცოცხლის ჯანმრთელობას და ბუნებრივია შრომის სხვა უფლებებს, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანი არის. ჩვენ მიგვაჩნია, რასაც ასევე წერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ ის სანქცია, როგორც არის 1000 დოლარიანი ჯარიმა, არის ძალიან დაბალი. ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს მისი გადახედვა, მომატება და ასევე შეიძლება ვიფიქროთ, იმ შემთხვევაში თუ განმეორებითობას აქვს ადგილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც კი, როდესაც ხელი ეშლება ინსპექტორს თავის საქმიანობის განხორციელებაში. ჩვენ ამ პროცესს ვაფასებთ როგორც შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთ ნაწილს, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ ამის შემდგომ მთავრობამ, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ასევე ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ შექმნას ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება ინფრასტრუქტურულად და ადამიანურ რესურსებით გაუმჯობესებული. დღის სხვა სიახლეებზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ, ასე რომ დაგველოდეთ. ეს არის ქრონიკა 5-ზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვართ. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დაკითხვა, როგორც მერვე დაწესებულების დატოვების შემდეგ მალხაზ კობაურის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულმა რამდენიმე ახალ დეტალზე ისაუბრა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უფლებადამცველი ჟურნალისტებთან დეტალებს არ ამბობს. ადვოკატი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ კობაურმა სამართალდამცველებთან რეალური მკვლელები 2 უცხო მამაკაცი აღწერა. მალხაზ კობაურის გამოკითხვა ორშაბათს გაგრძელდება. მან როგორც ამ ფაქტის შემსწრემ დეტალურად აღწერა ის 2 ადამიანი, ვინც მისი თქმით ჩაიდინა ხადასხეობაში ეს საზარელი დანაშაული. მან სრულიად კონკრეტულად და დეტალურად აღწერა ის გარემოება, რა ვითარებაში შეხვდა ამ ამერიკელ ოჯახს და ასევე თუ როგორ მოვიდა ხადასხეობაში ეს 2 უცნობი პიროვნება. ის თანახმა არის სრული შემთხვევაში ითამაშლოს იმ მიმართულებითაც, რომ შეადგინოს ამ ადამიანების ფოტორობოტი. მიუთით ამას სიმაღლეზე, მათ თმის ფერზე, წარმოების მოყვანილობაზე, ინდივიდუალურ მახასიათებელზე ერთ-ერთი ადამიანის, რომელსაც მასისტი ნამდვილად გააჩნდა. აქედან გამომდინარე, რაც მოესწრო ამ შეკითხვებს, ყველა შეკითხვას თითქმის რაც მას გამოძიებამ დაუსვა, მალხაზ კობაურმა ამომწურავად უპასუხა. საპროტესტო აქცია იმართება პანკში, მოსახლეობა მიმართვას ავრცელებს და მათთვის მთავარ გამოწვევაზე მიუთითებს. პირველ რიგში ადგილობრივები ხეობაში ჰესების აშენების წინააღმდეგ გამოდიან და მოსალოდნელ ეკოკატასტროფაზე საუბრობენ. მიმართვაში საუბარია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც. აქციის მონაწილეები დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, ჩვენ საუხსენით, რომ აქ ცხოვრები ხალხისათვის ეკონომიურადაც და
სხვა დანარჩენ ყველაფერთან ერთად უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მისაღები ეზების არაშენება. დღევანდელი რა თქმა უნდა ჩვენი შეხვედრის მიზანი და მოთხოვნა არის რომ დამთავრდეს ასეთი დაბარებები და გაითვალისწინოს ჩვენი ინტერესები, ჩვენი შეხედულება და ის ეზები არაშენდეს აქ. და აგრეთვე გამოძიებული იქნას იმ თემილან მაჩალიკაშვილის საქმე დროულად და ობიექტურად და დაიდოს დასკვნა ამ თემასთან დაკავშირებით. გუშინ დაიბარეს კიდე ჩვენი უხვე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამის მერე გაგვემართა აქცია. იმიტომ რომ ჩვენთვის მოსახლეობისთვის მიუღებელია მსგავსი ფორმების დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიმართვაში არის გავრცელებული ვთხოვთ ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აიღოს ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს, ჩამოვიდნენ და შეხვდნენ კომპეტენტური ადამიანები. სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს, ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სულ 5 ადამიანია დაკავებული. მიზეზი ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირებია. აღსანიშნავია, რომ ბათირაშვილის მეუღლე ყოფილი ჩეჩენი მაღალჩინოსნის ასუ დუდურკაევის შვილია. მე გადმოცემით ვიცი, რომ კარგათა ვართო, ჯერჯერობითო არა გვიჭირსაო. მაგრამ თურქეთში ეგენი არ აკაც არ იყვნენ შემოსულები. სირიაში იმყოფებოდა. მარა. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ხვდება. მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე უნდა ისაუბრონ. შეხვედრის შემდეგ პრემიერი ბელგიაში 3 დღიან ვიზიტში აჯამებს. ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრი ზავი ზალკალიანი სამოქალაქო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა. ქრისტოს სტილიანიდისადმი დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები. საგარეო წყობის ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს მზადაა გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს და ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტად მიახლოების მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას. კიევში ჟურნალისტებმა გარდაცვლილი კოლეგის პაվել შერემეტის ხსოვნას პატივი მიაგეს. რეპორტიორის მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია. მედიის წარმომადგენლებმა ხელისუფლებისაგან მკვლელობის გამოძიება და დამნაშავების დასჯა მოითხოვეს. წარმოშობით ბელარუსის ჟურნალისტი პაվել შერემეტი ონლაინ გამოცემა უკრაინსკა პრავდასთვის საგამოძიებო თემებზე მუშაობდა. ბორის ნემცოვის მეგობარი შერემეტი ცნობილი იყო ბელარუსის მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. ესპანეთში ოპოზიციური სახალხო პარტია ახალ ლიდერს ირჩევს. კენჭისხრა მადრიდში დღეს და ხვალ გაიმართება. ახალი ლიდერი პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის შეცვლის. მარიანო რახოიმ სახალხო პარტიის ლიდერის პოსტი 1 ივლისს სოციალისტური პარტიის მიერ მთავრობისადმი გამოცხადებული უნდობლობის შემდეგ დატოვა. პარტიის ლიდერის თანამდებობაზე კენჭს 6 კანდიდატი იღრეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 3 დღიანი ვიზიტით იმყოფება ისრაელში. ორბანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ რუბენ რივლინსაც შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მასპინძელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მის სამშობლოში ანტისემიტიზმისადმი ყოველთვის ნულოვანი ტოლერანტობა იქნება. ვიქტორ ორბანი ვიზიტის ფარგლებში გოდების კედელი და იად ვაშემის ჰოლოკოსტის მუზეუმსაც ეწვია. კვლავ საქართველოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვალ დაამტკიცებენ. კენჭისხრა ხვალ გაიმართება, თუმცა უკვე სიახლე არ იქნება, რომ თანამდებობას თორნიკე ბრიჟვაძე დაეკავებს, რომელიც მართველი გუნდის კანდიდატია. მას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის ნდობა უკვე აქვს. ის მხარდაჭერას ვერ მიიღებს ოპოზიციისგან, რომლის კითხვებსაც აჭარის მთავრობის მომავალი თავმჯდომარე დღეს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. უმცირესობაში აცხადება, რომ კანდიდატს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ აქვს. მეგონა რომ გუშინ დასმულ შეკითხვებზე მაინც დღეს ექნებოდა კომპეტენტური პასუხები, სამწუხაროდ ვერც ერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ პასუხები, გარდა იმისა, რომ გაეცნობა თურმე შეისწავლის, რაზეც თავიდანვე გავაფრთხილეთ, რომ ამაზე ასეთი პასუხები არ ქონოდა, აბსოლუტურად ისეთ შეკითხვებზე, რომელიც ეხებოდა მოსახლეობას რეგიონის.
ეს ეხება ქართულ ოცნების ქალაქს, ეს ეხება კომპენსაციების საკითხს, ჰესების საკითხს, ეს ეხებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების საკითხს, რომელზეც არანაირი პასუხი არ აქვს, არანაირი ხედვა არ აქვს. სესიაზე თორნიკელი ჯვარცკის და 4 მინისტრის კანდიდატურა დამტკიცებული იქნება უმაღლეს საბჭოს უმრავლესობის მიერ. რადგან ვფიქრობთ, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილი არის, საკმაოდ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებს დღეს არის აჭარის რეგიონში. ჩვენ გვესმის, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება ვერ მოხდება. ჩვენ საქმით, ასევე იმ ინიციატივებით, რაც გავაჟღერეთ, დავადასტურეთ ის კონკრეტული ხედვა, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ხვალ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვექნება პლენარული სხდომა, სადაც იმედი მაქვს, რომ მთავრობას გამოუცხადებენ ნდობას და ჩვენ მერე უკვე შევძლებთ პრაქტიკულად ის საქმეები განვახორციელოთ, რომელიც უკვე წარმოვადგინეთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებულ ტერორიზმის საქმეზე პროკურორი დასკვნით სიტყვას ამბობს, საქმე ფინალურ ეტაპზეა, სხდომა დახურულია, როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, მოწმეთა მტკიც ჩვენებებით გამოძიების ვერსია მყარდება. განსხვავებულია დაცვის პოზიცია, ადვოკატები დასკვნით სიტყვას 23 ივლისს წარმოთქვამენ. საქმეზე დაკავებულია 6 ადამიანი, მათ ტერორიზმის ხელშეწყობას ეტავებიან. რომ მთელი არსებითი განხილვის პროცესში სასამართლოს მიეწოდა საკმარისი უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ჩვენ ასეთი განაჩენის მოლოდინი გვაქვს, რაც შეეხება დასკვნით სიტყვას, ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც მთელი არსებითი განხილვის განმავლობაში ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში. ბრალდების მხარე თulis, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლოში, მათთვის ისინი თვლიან, რომ ეს არის საფუძვლიანი არგუმენტები და მტკიცება, რითიც შეძლებენ მათი პოზიციით წარდგენილი ბრალდების დადასტურებას სასამართლოში. ბუნებრივია, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულებები განსაკუთრებით ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფის შუაებ ბორზიევის მიმართ არის ძალიან სუსტი, უსაფუძვლო. თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, ახალი საფარისათვის საფუძვლის მომზადება და დროებითი შემოვლითი გზის დაგება. ასევე მოაწყობენ 2 ავარიულ ხიდსაც. სამუშაოებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის წლის ბოლომდე დასრულდება. სერიოზული პრობლემა იყო ეს გზა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისასვლელი გზა და მთლიანად კაპიტალურად ხდება მისი რეაბილიტაცია. სამუშაოები რაც მიდის, ეს არის შემოვლითი გზის მოწყობითი სამუშაოები, რომ დროებით ამ გზით მოუწევთ ადამიანებს გადაადგილება. უახლოეს თვეების განმავლობაში გვექნება ახალი 4 კილომეტრიანი საფარი, თავის ახალი გარემონტებული ხიდით და შესაბამისად მოსახლეობა არის ძალიან მადლიერი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოში მყოფ ევროპელ სტუდენტებს შეხვდა, ახალგაზრდებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ადმინისტრაციის ახალი სარეკლამო კამპანია Emotions are Georgia წარუდგინა. შეხვედრა პროექტ ღვინის წვეთი მთიდან ზღვამდე ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ევროპელ ახალგაზრდებში საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოს მასპინძლობს ევროპელ სტუდენტთა ფორუმის მონაწილეებს. 12 ევროპული ქვეყნის სტუდენტები ჩვენი ქვეყნის კულტურას ეცნობიან. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი გარკვეულწილად გახდნენ ჩვენი კულტურისა და ჩვენი ტურისტული პოტენციალის ელჩები თავიანთ ქვეყნებში. ამისათვის ჩვენ მათ ჩაუტარეთ სპეციალური პრეზენტაცია და შეხვედრები, იმისათვის სრული ინფორმაცია გქონდეთ ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე. წარმოადგენთ ერთ-ერთ ევროპულ ორგანიზაციას, AEG თბილისი, ევროპელ სტუდენტთა ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებს პროექტს საზაფხულო სამოგზაურო უნივერსიტეტი და მისი მთავარი მიზანი არის კულტურათა შორისი გაცვლა, რაც გულისხმობს ევროპის სხვადასხვა ქალაქის ახალგაზრდების საქართველოში ჩამოსვლას, კულტურისა და ქვეყნის გაცნობას. ჯაზ ფესტივალი როკ მუსიკის ყველა დროის საუკეთესო ხმად აღიარებულმა რობერტ პლანტმა გახსნა. ლედ ზეპელინის ლეგენდარულმა ვოკალისტმა ბლექსი არენის სცენაზე 2 საათიანი კონცერტი გამართა. რობერტ პლანტმა ძველ ჰიტებთან ერთად ახალი კომპოზიციებით შეასრულა. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი დღეიდან ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გადაინაცვლებს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. ქრონიკა 5-ზე ამით დასრულებულია დღის ყველა სიახლე. შეგიძლიათ ცვლად ნახოთ იმედი News-ზე. ნახვამდის.